გამარჯობა, ჩემო თანამემამულენო. ჩვენ პოლიტიკური გაერთიანება მამული ენას სარწმუნოება, მისი წევრები, პირადად მე, ხშირად ჩამოვდივართ წარისის ტყეპარში, მონიტორინგის მიზნით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ჩვენ წინააღმდეგი ვართ არაბული ქალაქების მშენებლობის და საქართველოში მიწის ყველა ქართული მიწის გასხვისებისა. ჩემო ქართველო ერო, თუ შევლისავთ რამეს, რომელიც საფრთხე ემუქრება ჩვენი მამაპაპის საფლავს, ეს არის ჩვენი მამაპაპის საფლავი ხსოვნას, ჩვენ ყველას დაგიძახებთ მთელ საქართველოს და ერთად უნდა გავერთიადეთ და დავდგეთ და მივხედოთ ჩვენს ლამას ქვეყანას, ჩვენს ლამას მიწასყას, ჩვენს ლამას ტყეს და დავიცავთ ჩვენი წინაპრების უზარმაზარი ომით და ბრძოლით მოტანილი დღევანდელი ეს ტყეპარკი და საერთოდ საქართველოს მიწასყალზე აუგზავნოთ ჩვენ ყველა მნიშვნელოვნად სტრატეგიული დანიშნულების მიწებს ვერასოდეს ვერ გაყიდის საქართველოს ქართული ხალხის გარეშე და დობის გამოცხადების გარეშე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. გთხოვთ, გამოიწოროთ ჩვენი გვერდი და შემოგვეხმიანოთ. მთელ საქართველოს თუ იქნება საჭირო და დავინახეთ რომ რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგება ჩვენ საწინააღმდეგოდ, დაგიძახებთ და მთელი ქართველი ერი უნდა გავერთიადეთ ჩვენი ლამაზი ქართული მიწის დასაცავად, ჩვენი წინაპრების ძვლების დასაცავად, მათი დაღრული მიწაწყალზე, სისხლით გაჟღეთილ მიწაწყალზე, ხოლო და მხოლოდ მართლმადიდებულმა ქართულმა სულმა უნდა იმეფოს და იქროლოს ნიავმა და არანაირი სხვა ურჯულო ხალხის შემოსვლა ქვეყანაზე და მიწაწყალზე. პატივი მივაგოთ მთელ ჩვენს საქართველოს ქართველ წინაპრებს, რომლებმაც დღემდის მოგვიტანეს წინვალე 64 ქართული ღვთიური ზეცის ნაჩუქარი ეს მიწაწყალი.